წლიური ინფლაცია კვლავ მაღალ ნიშნულზე ნარჩუნდება, თუმცა ივლისში ფასების მცირედით კლება დაფიქსირდა. Საქსტატის ინფორმაციით წლიურმა ინფლაციამ მთლიანობაში 5.5% შეადგინა. ყველაზე მეტად გაძვირებულია ტრანსპორტი და კომუნალური სერვისები. საკვები პროდუქტების მიმართულებით კი წლიურად ყველაზე მეტად თევზეული და ხორცია გაძვირებული. თამარ დემეტრაშვილი გვერდება დეტალებით, ის გაეცნო ამ ბოლო მონაცემებს. წლიურმა ინფლაციამ მცირედი დაიკლო, თუმცა ცალკეულ ჯგუფებში ფასების ზრდა ორჯერ და მეტად აჭარბებს მიზნობრივ მაჩვენებელს ეროვნული ბანკისას. საქსტატის მონაცემებით ყველაზე მეტად 14%-ით გაიზარდა ფასები ტრანსპორტის ჯგუფში, 8%-ით გაძვირდა საყოფაცხოვრებო სერვისები, კომუნალური სერვისები, ასევე 8%-ითაა წლიურად გაძვირებული სასტუმროების და რესტორნების სერვისები. რაც შეეხება სურსათს, წლიურ ჭრილში ფასები 5%-ითაა მომატებული, რაც შეეხება ცალკეულ პროდუქტებს 18%-ითაა გაძვირებული თევზეული, 9%-ით ხორცი, პური და პურ პროდუქტები კი 8%-ით 7%-იანი ზრდა ფასების ზეთსა და ცხიმებზე. ერთადერთი სადაც წლიურ ჭრილში ფასების კლება ფიქსირდება, ეს ბოსტნეული და ბახჩეულია, სადაც ფასები 6%-ით არის შემცირებული. საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ინფლაციის მაჩვენებელი დიაგრამაზე ასე გამოიყურება, შეგვიძლია მეორე გრაფიკის სახით ვნახოთ ფასების ზრდის პიკი, როგორც დიაგრამაზე ჩანს, იყო წლის დასაწყისში, შემდეგ თვეებში კი ფასების ზოგადი დონის მცირედი კლება ფიქსირდება, თუმცა აღსანიშნავია, რომ ეს მაჩვენებელი ჯერ კიდევ ძალიან შორს არის ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრულ 3%-იან მიზნობრივ მაჩვენებელთან. ამ გრაფიკაზე კი ჩანს, როგორია ინფლაციის წარმოშობა, წითელი მრუდი აჩვენებს ადგილობრივ პროდუქციაზე ფასებს და ჩანს, რომ მიუხედავად ინფლაციის საერთო მაჩვენებლის მცირედით კლებისა, ეს არ შეხებია ადგილობრივ წარმოებას. ამ შემთხვევაში მრუდი აღმავალია, რაც იმას ნიშნავს, რომ ადგილობრივ ბიზნესს წარმოება გაუძვირდა და ეს ფასებზეც აისახა ქართული წარმოების პროდუქციაზე ფასების მატება.